მოგესალმებით, დღეს პარასკევია და პალიტრატივის ეთერშია ყველაზე მხიარული ძალიან სახალისო გასართობის შოუ მიმიხვდი და აი დადგა დღე, რომელსაც თქვენს ძვირფასო მაყურებლებო და ჩვენი მოთამაშეებით დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ელოდნენ. სწორედ დღეს გვაქვს ფინალური შოუ და დღეს გავარკვევთ, ვინ გახდება მიმიხვდის მეორე სეზონის გამარჯვებული და ვინ მოიპოვებს ყველაზე მიხვედრილი სტატუსს და რაც თავარია არაჩვეულებრივ პრიზს დაუვიწყარ მოგზაურობას. ყველაზე მიხვედრილები, ყველაზე აზარტულები, მხიარულები, გონება מחვილებით და მოხერხებულებით სწორედ დღეს შეიკრიბენ და დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. ნატუკა გულისაშვილისა და ტატო ჩახუნაშვილის წყვილი ორგზის გამარჯვებულები. მათ კონკურენციას ასევე ორგზის მიხვედრილები გვანცა გიორგობიანი და ჯანო იზორია გაუწევენ. და ჩვენი მესამე წყვილი ასევე გამარჯვებულები ბესო მეგრელიშვილი და მაია ლომიძე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედით ჩვენთან. დღეს არის ფინალი. თქვენ ხართ უძლიერესი მოთამაშეები და ახლა ძლიერთა შორის ყველაზე ძლიერი და მიხვედრილი უნდა გამოვავალინოთ. როგორია ტატო განწყობა და შემართება? განწყობით ვარ მოსული. ძალიან კარგი. როგორც თქვით, ცეცხლს დავანთებთ და დავიწყებთ. შვენიერია, ჯანო, შენ რა სიტყვი? მე ჩვენ დაგვემუქრენ რომ ჯობია არ მოხვიდეთო და რომ მოვიდნენ, დიდი მადლობა, მოსალოცად მოვიდნენ. ასე საბრძოლო განწყობა და რა თქმა უნდა პირველ რიგში მიხარია რომ ერთად ვარ და რაღაცნაირად კარგია და აწევი მოიგებს. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ. მაია დღესაც ისეთივე აზარტით და შემართებით ითამაშებ და დავიქოქე და ვაიმე, ნახოთ. ვიბრძოლებთ ბოლომდე სამივე წყვლით და ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, იმიტომ რომ სახიობები ვარ და ერთმანეთთან გვაქვს ნათამაშები და ეს ძალიან დიდი პლუსია და სხვათა შორის ვიცნობთ ერთმანეთს ძალიან კარგად. ესე არა ეხლა აქ შეხვედით. ისე და რა ვიცი ხა მე ჩვენ კი მოვიგებთ მე და ბესარიო სხვებმა რომ მოიგონ და გვაჯობეს მაინც გაგვეხარდება. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ. ცოტა გავამკაცრებთ წესებს, იმიტომ რომ ფინალია და რასაც სხვა ეტაპებზე გპატიობდით ხან რაღაცა ზედმეტ სიტყვებს, მიმიკებს და ასე შემდეგ. ეხლა სამწუხაროდ ვეღარ გაპატიებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შვენივრად გაართმევთ ჩვენს თამაშს თავს. გაადავალოთ წესებს მაინც თვალი კიდევ ერთხელ შევახსენოთ და დავიწყოთ პირველი ტურით. მოკლედ პირველი ტური შედგება თქვენ კარგად იცით 2 წუთისგან. აქ არის ძალიან ბევრი პიროვნება თავმოყრილი, წიგნის, ფილმის პერსონაჟები და ასე შემდეგ. 2 წუთის მანძილზე რაც შეიძლება სწრაფად იღებთ თქვენ ფურცელს, რამდენი სიტყვითაც გნებავთ თქვენს მეწყვილეს უხსით, თავარია სახელი და გვარი არ თქვათ. დანარჩენი გაქვთ ყველაფრის უფლება, ასევე არსებული სიტყვები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ და რაც მეტი სწორი პასუხი, მით მეტი ქულა თქვენ. გასაგებია ყველაფერი, შენ დაიწყებ თუ ნატუკა? დაუთმობ. კი ბატონო, ახლა ჩემგან. გამახარე შეხვარი. ჯელტოლმენი ვარ მე, ჯელტოლმენი. აბა იხსნება მეგობრებო სეზონი. მას ასე ვიწყებთ ფინალურ თამაშს და წამზომი ჩაირთო. სახე მოუყარეთ, სახეს მსახიობი ამერიკელი პაჩი არის გვარი, პაჩი. პაჩი. აბა რა? არსებული სიტყვები გამოვიყენოთ. ეს ქართველი მომღერალი კაცი, ესეც საოცარი ხმა, ეხლა X ფაქტორში არის ჟიურიში. ჟიურიში X ფაქტორში ჯოხი არის გვართან. ანრი ჯოხაძე. ხო, სიმღერა ვეღარ გავიხსენე. ქალი ფრანგი პირველი მოდავინ შემოიტანა საოცარი სუნამოცარი 5 ნომერი. შანელი. ხო. წავედით ესა ბარდი ქართველი თბილისერი გარდაიცვალა. შენგი ესე ჩახრაწილი ხმა გიტარაზე უკრავს. კაცი? ოთარ ამიშვილი. ხო, ბიჭო, ხო. კაცი მომღერალი აქაც ითამაშა, ეხლა მოსკოვში არის, იცი რა აქაც ითამაშა? აქ ითამაშა, მაგრამ ჩვენ მიმოხში ითამაშა. სახე თუ რაღაცა იყო ადრე ანსამბლი იმღერო და გომართელის სახელია. რათო ხუჯაძე. ხო. თაგვანგრიეს? რა სატაგვანგრიეს? ეკა მამალაძის დედა. ვაიმე. არა ის. ეკა მამალაძის დედა. გაჩერდი. არსებული სიტყვით შეგიძლია მიამსკავსო, ოღონდ დაუცებად არის. იცი კაცო. პარდონ ნანა. ნანი. ნანი ბრეგვაძე. ბიჭო. Queen solisti, გარდაიცვალა, Queen solisti, Queen solisti. მერკური. ფრედი. მოკრივე არის. ქართველი, რუსი. ქართველი, მოკრივე. კანდელაკი. არა, კიდე სხვა, იქ მთიული გვარი აქვს.
გავიდა დრო. ეს არ თქვა ვინ იყო და ჩააბრუნე. არა, უშავს. მაინც ძალიან კარგი შედეგი დააბინძურა. ამას აღარ ვამბობ, მე არ გამოვაცხადებ, თქვენ შეგიძლიათ დაითვალოთ, მაგრამ მე ესე შედეგებს ყოველ ტურის ბოლოს არ გაგაცნობთ, ბოლოს გაგაცნობთ პირდაპირ გამარჯვებას. გვანცა დაიწყებს ახლა ახსნას, ჯანო მზად ხარ? დიახ. მაშინ წამზომი ჩაირთო. მიხეილ სააკაშვილის სოლი. სანდრა რუნუსი. ოლიმპიური მოჭიდავე, რომელიც ოლიმპიადაზე გაიმარჯვა, ზვიადი. ზვიადაური. მსახიობი დაბალი პუტკუნა ძალიან ის რა ქვია ბინიშნება დევი ამერიკელი დაბალი პუტკუნა კი ბატონო დევიტო კი ბატონო აქ რა მოგიყვანა შემადლიანო რა თქმა უნდა ყველაზე მაგარი ამერიკელი მომღერალი გარდაიცვალა ჯექსონი მაიკლი აბა რა ზავია კიბერძაბ ბიჭო მულტფილმის პერსონაჟია ჩემს პატარა ბიჭებს ძალიან ევასებათ წითლები აცვია წითლები და კოჩბორბოლია ხო კი ბატონო ეგარი ეს მე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობიკო სტუროა რა თქმა უნდა ესპანელი ღერის არაჩვეულებრივი მსახიობი გიტარიდან ისვრის რა თქმა უნდა წავიდა მსახიობი მინიშნება არჩვი არჩვაძე რა თქმა უნდა გავიდა კიბერჩქარას წამყვანი ქალი მინიშნება ხოფი ხოფერია კი ბატონო წავიდა ისა რა ქვია პოლიტიკოსი რუსი მაგარი შირინოვსკი მართალი ხარ წავიდა ყველაზე მაგარი კაცი მსახიობი გიორგი მამა წამყვანია გიორგი ყველაზე მაგარი გიორგი ყიფშიზე რა თქმა უნდა ყველაზე მაგარი მსახიობი ყველაზე მაგარი კაცი მომღერალი ბუტკუნა იტალიელი აბა შილდო რა თქმა უნდა და მაგარიცია წოდნე არა ჩვენი კი ჩვენი ქართული გურაბანიძე არა სათვალებიანი გავიდა დრო კვანცა დრო გასული იყო როცა ჯანომ თქვა სწორი პასუხი გადავაწოდოთ ბესოს ახლა კალათი ვაიმე ბესო ვარხევად ძალიან დაძაბული ფინალია როგორ გიშველა იმ აჩქარავდი თქვენ შეატყავდით რომ მართლაც ყველაზე ძლიერი წყვილები უპირისპირდებიან ერთმანეთს ახლა ვნახოთ ბესო და მაია როგორ გაართმევენ პირველ ტურს თავს ზად ვარ წამზომი ჩაირთო დავიწყეთ ქალი სულ რომ ეშლება აი ჩარლის ანგელოზებში მაგალიტანი რო აქვს ისა კამერუნდია ხო ქართველი ბალერონი მამაკაცის პარტიის შემქმნელი მოცეკვავე ისა ჭაბუკიანი ხო უიმე ქართული ზღაპრის გმირი ის აი ის ჯოხი რო აქვს ბლებს რო კლავს ხრებს რო შეუჭამს კომბლე так პირველი პრეზიდენტი საქართველოს ზვიადი გამსახურდია კი ბატონო ვახმი მომღერალი ქართველი ეკა კახიანიშვილი ნინო ბადურაშვილი ბესარიონ დავაი მიდი ბესარიონ რიჩარდ მესამეს რო თამაშობ რამაზიკო ჩხიკვაძე ბესარიონ მიდი ხო რა ვქნა ვერშვილი გოგო ვიჭრებით წამყვანი პროფილის წამყვანი რუსთავი ორზე მაია ასათიანი მიდი ბესარიონ მომღერალი ესპანელი მომღერალი შვილიც აყავს ჰუნი ეკლესიოს შვილი ეკლესიო ინგლისელი გამომძიებელი დოქტორ ვატსონი გამომძიებელი ინგლისელი ჩიბუხიანი დოქტორ ვატსონი ყავს თანაშემწე ხო ვინ დოქტორ ვატსონი აზია რა დოქტორ ვატსონი ლინა ჟილიონა ეთამაშობს რუსული ფილმიც არის მოცეკვავე კაცუნები ჩვენი აი ესეთი წიგნია რა всё გავიჭერე არა არ გაიჭედე არსებული სიტყვის მიამსგავსეთ ჩქარა დრო ხოლმი შელაკ ხოლმი ჩქარა ბესარიონ ოთარ მეღვინე თურქეთს რო თამაშობს რაში კაცო დაკატუტაშკია მიდი გენაცვალე მიდი ჩემო სიცოცხლე მიდი აი რო დაიჭირეს ახლა მერიაში რა მეგრელი როა რა აი ქთამი რო აიღო გიგი უგულა არა ახლა მთავრობაში დაიჭირეს იმაში რა ვინა კაცო აიღო მე ეხლა დაიჭირე ეგრე ისება ესა უიპოვიდა დრო გავიდა ეს არ თქვა ვინ იყო და ჩააბრუნეთ კაცო რა იყო არა უშავს ეგ არა უშავს
აი ესე პირველი ნახევარი, პირველი ტურის დასრულებულია. ძალიან აზარტულად მიმდინარეობს ფინალი და მეთანხმებით ალბათ. როგორ დაგეხა? იცი რა, ის გასებანა ხო რაღაცა გაგეკეთე. დოქტორ ვატსონ, რა გამოჩი? იგლესია არა, იგლესიასი. იგლესია არა. ახლა შენი ქმარი რომ მეუნარგია, ყველას თუ გადაუკეთებ მე ეგლესიოსი და სახელიო, ეგლესიოსი თქვი მე. ეგლესია. ეგლესიოსი ორი, ასახეს მეჭიდავებოდა. იგლესიას. კარგი. გავაგრძელოთ პირველი ტური. ახლა როგორც იცით, ჩვენი წესების მიხედვით უნდა შევცვალოთ როლები. ეს ფლანგი იქნება ამ ხსნელის როლში, შესაბამისად თქვენ გამოიცნობთ. რჩებით ჯერ ისევ პირველ ტურში, პრინციპი იგივეა. 2 წუთია და რამდენი სიტყვითაც გინდა, იმდენი სიტყვით აუხსენით. ატომ, მზად ხარ? მზად ვარ. ნატუკა, აბა, შენი სიტყვა წამზომის შაირთო. მომღერალი, კაცი, უცხოელი. დაწყებამდე ვლაპარაკობდით, როგორ უნდა ვთქვა თუ ამაზეო ისო. ამაზეო ისო მომღერალი კაცი? რამე მიმღერე? იქაური არის კაცო, ჩვენებული. ელტონ ჯონი. რეჟისორი ქართველი კინოსახიობთა თეატრი მან დაარსა. თუმანიშვილი. ხო. რამე რაწერია ამისთანაც ატო? კაცია. კაცია, ვინ არის? სავარაუდოდ პოლიტიკოსია. სავარაუდოდ სიტყვებით რაღაცა. გვარი გავს აი ქუცა. კუცუნაშვილი? ჰა? კუცუნაშვილი. არ პარლამენტარია. სახელი არის კუცუნაშვილის რამე არსებული სიტყვით აუცილებლად ტატო თორე სამწუხაროდ გადავასვლა. შაქარია. ზაქარია კუცუნაშვილი. ხო. თუ ამა გვარი თქვა მარტო და ჩაითვალე მე როგორ ვთქვა? იგლესიასი არ ჩაითვალათ ასე რომ როგორ არა მალკა? ერთხელ ამერიკაში მუსიკის ავტორი. ხო, მე მორიკონე. დროზე. ხო. მეღვინე თუ ხუცესის ცოლი. გურანდა გაბუნია. ხო. ეს მოკლეს 7 ინგა კუკარაჩა. დროზე. დროზე თამაში. ხატვარი? მე რა ვიცი? ხატვარი. მიამსგავსა ძველი უცხოელი ქართველი. აღარ დაუცებად არსებული დროზე. დიკაპრიოს სახელი აქვს. და დავინჩი, ლეონარდო დავინჩი. დროზე. ფეგბურთელი არგენტინელი დაბალი. ნახვამდის არ ვიცი ფეგბურთელი. არ თქვა ვინ იყო, ჩააბრუნე, დროც გავიდა. ახლა ჯანოს და გვანცას წყვილზე გადავდივართ. მზად ხარ? არგენტინელი ფეხბურთელი კოკაინი უყარდა, პატარა დაბალი დარბოდა. პელე. არა, არგენტინელი. აი ისა რა ქვია, მარადონა. სტოპ, აბა ჯიგარი ხარ, აბა რა, წავიდა, მოცა. პოეტი, მსახიობი გარდაიცვალა ჩვენი ახალგაზრდა. გომელაური. აბა რა, ჯიგარი, ოქრო, შემოგევლე, გუგორლივავდა მასე. შემომანი. მოце, რაღაცების პაროდია რო გავაკეთე. სიხარულიძე გივი. ჯიგარი ხარ, აბა რა. პროხერია. წავიდა. თავდაცვის მინისტრი, დღეს ქალი. რა თქმა უნდა, ხიდაშელი. აბა რა, ოქრო გუგორლივავდა, ჯიგარი. ძეს ყიდდა თავიდან. სტინგია. ჯიგარი. მაგარი. რას ყიდდაო? ძეს ყიდდა, სტინგი. წავიდა. შენ თუ ამ ჯამს დალევ, ესა. კახიკამსაძე? აბა რა, ჯიგარი ხარ. წავიდა, შემოგევლე მე შენ. თელი ცხოვრება. ჩიტო, გრიტო, ჩიტო მარგალი. კაპიცე ბუბა. აბა რა, შემოგევლე ხალოთ მოце. კარგია. დირიჟორი, შენი ამოსვიდა მავზე. კახიძე? აბა რა, ჯიგარი ხარ. და ისა რო დაიჭირეს რა მეგრელია. ჯოკია ბოდოკია. ბოდოკია. ჩემო მეგრელი ადახუბა. ჩვენ ეს პროპელერია დაფინოს ურაბა უყარ. კარსონი. ჯიგარი ხარ. წავიდა ჩქარა. კაბასასი და ამერიკელი. რა თქმა უნდა მერლინ მონრო. აბა რა, ჯიგარი. წავიდა. სახიობი, ბლოკი, ქალის გვარი ამერიკელი. სანდრა ბალოკი. ჯიგარი ხარ. რეჟისორი მარჯანიშვილიც. რა თქმა უნდა ჯოლა. სო, ჯიგარი ხარ. წავიდა, ეს არის ნოკაუტი, მეგობრებო. ობამა. გავიდა ჯანო დრო, ეს არ გეცლება დრო გასული იყო. არა უშავს, ყველაფერი წინ არის, ჯერ ნუ მოიწყეთ. გადავიბატონოთ ახლა კალათი მაიას, რომელიც ძალიან ანერვიულდა რაღაც. всё ეხლა უნდა აბა მზად რო იქნები მითხარი და ჩავდო წამში.
სამზომი ჩაირთო. ხო, ისა მამაშვილი პოლიტიკოსები ამერიკაში. მამა yes. დაჭერილია ეხლა ციხეშია ახალი გვარი. ისა რა. ახალაია. დიახ ბატონო, ისა რა ქვია. ილია ჭავჭავაძის ის არის ნაწარმოები და სუქანი კაცი როა. კაცი ადამიანი. მუასა თათქარიძე. Yes. ბესარიო ნუგეშინია ისა მომღერალია ქვინის ის მოპიდარეს ფრედი მერკური yes რა ვქნა ეხლა გინდა დამიჭირო გინდა არ დამიჭირო პოლიტიკოსი პარლამენტშია ქალი ისა ქალი ფოთისის იყო ფოთისისა დიახ ბატონო ის მსახიობი კაცი მანანა ისა მამა მანანას ისა მანანა მეტყველების ბერიკაშვილი გივი დიახ ბატონო ისა რა ქვია რომ დაამტკიცა დედამიწა როგორიაო ჯორდანო ბრუნო დიახ ბატონო მიდი ბესარიონ ასეთი მაგარი არ ყოფილიყარ ისა რეჟისორი იმისი შერეკილების შენგელაია თქვი სახელიტორე გაგვიჩმახებე ისა ჩვენი პრეზიდენტი მიდი მარგველაშვილი დავაი მიდი მოცეკვარე სუხიშვილების ისა რა ქვია ომარ ხეიძე ვაიმე გივი სიხარულიზე არა ვაიმე სარითლება თვითონ არა სამწუხარებელი თვითონ ფრიდონი ილიკო სუხიშვილი ხო ისა მსახიობი დიდი ტუჩებით რა ბრედ პიტის ცოლი მიდი ანჯელინა ჯოლი დიახ ბატონო ისა რა ქვია მსახიობი რუსთაველის თეატრის ყვავილის სახელი ქვია გოგო კაი მსახიობია ყვავილის სახელი ბიჭო ია ნინიძე არა მეორე მაგ სახელია მაგრამ მეორე ია სუხიტაშვილი ხო ბიჭო რა გაგაღიჟა ბიჭო ფეხბურთელი ჩვენი იმის საქართველოს ნაკრების ის იყო რა ქვია მწვრთნელი ეხლაც არ ვიცი ახალ კაცი არა ყიფიანი არა ეხლადელი შივაძე არა ქეჭი ქეჭბაია არ დამთავრდა დრო აი ასე ძალიან დაძაბულად შეიძლება ითქვას მიმდინარეობს ჩვენი ფინალი, ჩვენი მოთამაშეები ძალიან აზარტში არიან შესულებ და პრინციპში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებით გაართვან ჩვენს დავალებებს თავი. პირველი ტური მიუახლოვდა დასასრულს და პირველი ტურის ლიდერები 27 ქულით ამ დროისთვის გვანცა გიორგობიანი და ჯანო იზორი არიან. 23 ქულა აქვს უკაცრავად ბესო მეგრელიშვილს და მაია ლომიძეს და ჯერჯერობით 14 ნატუკას და ტატოს. თუმცა თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ პირველი ტური არც წყვეტს არაფერს ზოგადად, იმიტომ რომ მეორე და განსაკუთრებით მესამე ტური არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მით უმეტეს რომ ახლა თითო სწორი პასუხი უკვე 2 ქულის მომტანი იქნება თქვენთვის, ასე რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია გაკისრიათ წინ. კი მე ჯანოს ვიცი რომ რაღაც თხოვნა აქვს და კი ბატონო. განსას მეუბნებოდი სულ სიურპრიზი მაქვს მე. კი ბატონო. და ნუ ეს არ შეიძლება რომ არ მოკლედ გვანცას ყველა მიცით რომ უყვარს ყვავილები ჩემო მაია ძალიან ბევრი ქოთნის ყვავილები აქვს მეც ძირით აფხაზეთიდან ვარ ამჯერად ჩემი მშობლები არიან აფხაზეთში გადასულები გადადიან არალეგალურად სამწუხაროდ და გადმოდიან და მე დედას დაურეკე და მე ვუთხარი რომ თუ მოახერხებ იქნებ რამე იქიდან იმ ტერიტორიიდან ან იმ მიწიდან ყვავილი გამომიგზავნე მე ვუთხარი და აი ეს შენ გვანცა აფხაზეთიდან დავიდა და ახლა მეორე ტური დავიჭი ბოდი აფხაზეთიდან იქიდან იქიდან არის იქაური მიწა, იქაური ყვავილია. გენაცვალე, შენ შემოგევლე, ჯანო. ესეთი არაჩვეულებრივი სიურპრიზი გაუკეთა ჯანო მეწყვილეს და მე მგონი ეს უფრო დიდი ჩვენ დავბრუნდები ძალიან მალე ამ მიწაზე. ჩვენი მაი შემოგევლე, ჩემი არ ვიცი. კი ბატონო, ეს მე მგონი ძალიან დიდ სტიმულს მისცემს და კიდევ უფრო გაამხნევს ფანტაზიას. ძალიან დიდ ძალას. კი ბატონო, რეკლამის შემდეგ მეორე ტურით ბრუნდებით, ასე რომ დარჩით პალიტრატივიზე და უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტ წყვილს. ჩვენ უბრუნდებით პალიტრატივის ეთერს და ვაგრძელებთ ფინალურ გადაცემას. ეს არის მიმიხვდი და სამი ყველაზე მიხვედრილი წყვილი უპირისპირდება ერთმანეთს გამარჯვებისთვის. პირველი ტური დასასრულს მიუახლოვდა და პირველი ტურის ლიდერები გვანცა გიორგობიანი და ჯანო იზორი არიან. შესაბამისად, მეორე ტურს სწორედ ეს წყვილი დაიწყებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მეორე ტურის წესები ხმას არ ვიღებთ არავითარ შემთხვევაში. წუთ ნახევარია თქვენს განკარგულებაში, მხოლოდ მოძრაობებით და მიმიკებით შეგიძლიათ აუხსნათ თქვენს მეწყვილეს. გვანცა შენ შეგიძლია კითხო, ქალია, კაცია, მოკლედ რაც დაგაინტერესებს და ჯანო ან დაგეთახება ან უარყოფს. კი თქვენ იწყებთ, ჯანო შენ დაიწყებ ახსნას? დიახ, მე დავიწყებ მას არა? კი ბატონო. კი ბატონო, წამზომი ჩაირთო, წუთ ნახევარია შენს განკარგულებაში.
ბალოკი სანდრა. იქით. შერლოკ ჰომსი. იქით ჩაგდე ყონჯანა. ანტონიო ბანდერასი. მომღერალია, აქაური. ქალია. ნანი ბრიგვაძია? არა. უფრო ახალგაზრდა? ბადურაშვილი? ქალია, ამერიკელი? მსახიობი. ანჯელინა ჯოლია? აქაურია, ქალი. მსახიობია. აჰა, ისა გამბუნია, გურანდა გაბუნია? არა. უფრო ახალგაზრდა, იასო ხიტაშვილი? ზვიად გამსახურდია? პირველი პრეზიდენტი. ზვიად გამსახურდია. მაიკლ ჯექსონი. პროპელერის ვინი პისავი, რა ქვია? კარსონი. კარგი, გავიდა დრო გავიდა. კარგად დავიწყეთ მეორე ტური. დავიწყო? კი ბატონო, წამზომი ჩაირთო თუ კი მზად ხართ, რა თქმა უნდა. კეცმაია. სახიობი? მერე? შეგიძლია კითხოთ. კაცი, სახიობი? ბერიკაშვილი? ოთარ მეხუნეთუხუცესი? რამაშ ჭყვიყვაძე? პოლიტიკოსი. ბაჩო ახალაია. ჩვენ შეხვდა, ხო. მიდი გემაცალი, მიდი ბესარიონ. ამას შეხვდა. ქალი, ეკა ვესელია. სახიობი, აქაური, პრეზიდენტი? აქაური, ჩვენი პრეზიდენტი? გამსახურდია არა? მარგველაშვილი, ეხლანდელი, ოღონდ შენი თავი, რა ვთქვი, მელომიძე. ხო. ვერ არის? რეჟისორი? ურევს? ისა ელდარ შენგელაია, ხო? მიდი. პოლიტიკოსი, რუსი, ჟირინოვსკი. სახიობი, ქალი, მაგარი. სამი დაფრინა, სადაფრინა, სახიობი, ქალი, ხო? ჩვენ შეხვდა, ვაიმე, კამერონ დიასი, უი. კი ბატონო, და დროც გავიდა. კი, ეს ჩაითვალა. დრო გავიდა. ნატუკა, წინ მოდი, ტატო მზად ხარ შენ. აბა, წუთ ნახევარია თქვენს განკარგულებაში. გავიდა. სამზომი ჩაირთო. გაჩერდე. ნაწარმოები. კაცი ადამიანი. მა ის რაფია კაცი. ლუარსათად ხარიძე. მიდი, ჰა. კაცია. მოცეკვავე, ილიკო სუხიშვილი. ქალია. შენ ამოგივიდა. კაცია. მომღერალი. ჯოხაძე, კი არა, ხუჯაძე. შენ ამოგივიდა, კაცია. ოთარ რამიშვილი. სახიობია, კაცია. ყველა კაცი. ადრინდელი. ოთარ მეღვინეთო, აბა. კახი კავსაძე. და ბერიკაშვილი. ცხვირი გეჩვენებინა და ცხვირი და ლეონარდო და კაცია, ქალია. ტელევიზორშია, წამყვანია. რუსთავი ორზია. ქალი, ხოფერია. პროფილი. ისა, ხო, ნუ მაი ასათიანი რაღაცა.
ხალია. ისა. პრეზიდენტი. მეორე. ბეჭედი. სანდრა რულოვსი. სოლი. ჭაბუკიანი. და დროც გავიდა, ძალიან კარგი იყო. ეს მომეწონა. ანუ ეხა უნდა შევცვალოთ როლები და შესაბამისად ჯანომ დაიწყო, ეხა გვანსა დაიწყებს ახსნას. ჯანომ მზად არის, წუთ ნახევარი კლავს თქვენს განკარგულებაში და წამზომი ჩაირთო. პირველი ჩვენთან დამაშკოზე არა, მეგობრით უცესო არის. არა? აბა, ქართველი. ჩვენი ზურაყებში. Yes. წერე სტინგი. ღერის, ამერიკელია, ღერის, ხალია, კაცი, ფრედი მერკური? კი. ღერის, ხალია, ქაური? ნანი ბრეგვაძე. მედია. პირველი, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. ფერტი. პერსონაჟია. დიდი კომბლე. კერავს. კერავი. კოკო შანელი, წავიდა, ჯიგარი ხარ, გვანც, გურგურლიობა. წავიდა. ბეკერსბაია, ან მარადონა. ბეკერსბაია იყო. წავიდა. დროზე კიმერთი. წამყვანი გრიგოლია. არა, ხოფერია. Kite, miti tu me mosari uta. ვეღარ მოვასწრე. დევნეული დადავიწყე. დრო გავიდა, არა ეს. გასული იყო სამწუხაროდ. დავინჩი, აი. ვაგრძელებთ მეორე ტურს, ახლა მაია აუხსნის ბესოს, ოღონდ უხმოთ, მხოლოდ მიმიკებით და მოძრაობებით, თუ რომელი პიროვნება წერია ფურცელზე. წუთ ნახევარია თქვენს განკარგულებაში, თითო სწორი პასუხი კი არის 2 ქულა. წამზომი ჩაირთო. ჯექსონი. მერკური? რაც დაგაინტერესებს. იასო ხიტაშვილი. ახი კავსაძე? ხალია კარგად ხსნის მაია. კაცი მსახიობი. სერგო ზაქარიაძე. ოი ბლა. სერგო გახდა. ბრავო. სერგო გახდა. ჩა. ტუტაში. ანტონიო ბანდერასი. Marilyn Monroe. Catherine Zeta-Jones. Angelina Jolie. Gartweli. თენგიზ არჩვაძე? არა. კარგი, დრო გავიდა. არა, გაბუნია გურამ. დრო გავიდა სამწუხარო. ტატო, სათხარ? აბარა. ნატუკაც მოემზადა, წინ წამოვიდა. სიჩუმე თუ შეიძლება წუთ ნახევარი და წამზომი ჩაირთო. გეჭირება? კარგი. აჰა. კაცი. მსახიობი. დათო თუთაშხია. მე უნდა თუ ხუცესი, რომელიც ჯანოთ გვეხმარება, აბა წავედი. კაცი, მსახიობი. სუქანი, ოპერის მომღერალია პავაროტე. მსახიობი, კაცი. რამაჩხიკვაძე. უცხოელი არის? ალპაჩინო? უცხოელი კაცი, მსახიობი, დაბალი. ისა დენი დევიტო. თვი ქართველი კაცი, მოცეკვავე, სუხიშვილი, გივი სიხარულიძე.
ქალი მერლინ მონრო. ჯოტი აბოდო კი არა ვიცი რა. ისა პარლამენტარი ვიღაცა ქუცნაშვილი. და კაცი მომღერალი ანდრე ჯოხაძე. აჰა, ბესარი. და კაცი ულვაშებიანი ისა არჩვაძე. ერთი წუთით კაცი მომღერალი კი არა, მსახიობი არა? კაცი, ქართველი, მსახიობი. მოკვდა, არჩვაძე კი არა, მსახიობი არის კაცი. დროც გავიდა. მიყური, ახლა რა ლამაზი ვარ, ხო? მეორე ტურით საესე მიუახლოვდა დასასრულს საკმაოდ დაძაბულად, თუმცა მაინც იმედი მაქვს რომ ხიარულად. იმიტომ რომ გასართობი თამაშია და მთავარი რომ სიამოვნება მივიღოთ და გავერთოთ. მეორე ტურის მონაცემებით, ანუ კონკრეტულად მეორე ტურში 36 ქულით ლიდერები კვლავაც გვანცა და ჯანო არიან. 32 ქულა დააგროვეს მეორე ტურში ნატუკამ და ტატომ და 22 ქულა ბესომ და მაიამ. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით და თქვენც გაქვთ ამის გამოცდილება, რომ მესამე ტური როგორც წესი ძალიან ხშირად ცვლის ხოლმე ყველაფერს და არა ეს მხოლოდ მეორე ტურის შედეგები იყო, მთლიანობაში მესამე ტურის დასაწყისში გეტყვით აუცილებლად, თუმცა მესამე ტურში ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ბოლო ადგილზე მყოფი წყვილი გამხდარა ლიდერი და გაუმარჯვა კიდეც. ასე რომ მომემზადოთ ყველაზე სახალისო ტურისთვის, მესამე ტურში რა ხდება და როგორ ხდება იცით, მაგრამ მალე შეგახსენებთ, თუმცა მანამდე რეკლამას უნდა დავუთმოთ სულ რამდენიმე წუთი. დარჩით პალიტრა ტივიზე, რადგან ძალიან მალე ჩვენ უკვე გავარკვევთ, ვინ გახდება ჩვენი მეორე სეზონის გამარჯვებული. გრძელდება გასართობი შოუ მიმიხვდი დაუბრუნდით მესამე და გადამწყვეტი ტურით ჩვენ რამდენიმე წუთში უკვე გვეცოდინება გამარჯვებულის ვინაობა ასე რომ დარჩით ჩვენთან და უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტ წყვილს ჩვენ ყველა წყვილისთვის გვაქვს მშვენიერი პრიზები არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ ადგილზე გავა თუმცა რა თქმა უნდა ყველა ბოლომდე იბრძოლებს დარწმუნებული ვარ გამარჯვებისთვის და გამარჯვებული მოიპოვებს არაჩვეულებრივ საგზურს 08 თრეველი აწესებს თქვენთვის მოკლედ თან პრიზს და ამის შესახებ დეტალურად ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად მოგახსენებთ თუმცა ახლა დავიწყოთ მესამე და ყველაზე ხალისო ტური. გვანცას მე ჩაურთავ ახლა მუსიკა, ჩაირთო? რადგან არის ფინალი, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ჯანო, შენ მომისმინო ახლა და რაც შეიძლება დაბალ ხმაზე ეცადო წარმოთქვა სიტყვები, იმიტომ რომ ყვირილით არ გავაგებინოთ და გავაგებინოთ მხოლოდ პირის მოძრაობით, რაც არის პრინციპში მთავარი ეშხი ამ ტურის. კი ბატონო. თუ კი მზად ხარ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ წუთ ნახევარი იქნება თქვენს განკარგულებაში და თითო გამოცნობილი სიტყვა არის ორი ქულის მომტანი. მაშა ასე სამზომი ჩაირთო. ჟანრი. 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 ფლოკი. დაბალხმაზე. თუ პირველია სო. თო. თოკი. თოკი. ფ. ა. ფ. ფ. ა. ფ. ანტელი. ანტელი. გიტარა. 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 ქოქოსი. ქოქოსი. ღრუბელი. ღრუბელი. ბელი. კი, ოჩა. კინზი. მინზი. კინზი. კინზი. აბარა. ზუა. ზუა. აჰა, yes. დაბალხმაზე. მ პირველია სო. მერე მა. რ. ა რ მარ. მარა. ბდა. მარა ბდა. ოჩა, შენ გენაცვალე. კვადრატი. ვერ გავიგე. კ კ კ. კ. ა. ერთად მითხარ. კვადრატი. კვადრატი. ღრუბელი. ძლი. შემოგევი. პეიზაჟი. პაიზაჟი. პეიზაჟი. ახა. ხეივანი. შუკვანი. ხეივანი. ხეივანი. და დრო გავიდა. ვაგრძელებთ მესამე ტურს, ახლა ნატუკას ჩაურთავ. ჩაირთო მაღალ ხმაზე ყურსასმენში მუსიკას და ტატო დაიწყებს სიტყვების წარმოთქმას კიდევ ერთხელ გთხოვ რომ დაბალ ხმაზე. დავიწყოთ. ქრიზანთემა.
პირველი ქ ღ ქ ქ ქ ქრ ქრ ი ქრი ზანტემა ქრიზანტემა გ გლანდი გლანდი ომბალი ომ კ რ ქ კ კ კომბალი თევზი თევზი შუშა შუშა ბუხარი ბ ბ ბუხარი ზაფი სკამი ზაფი ზაფი ზღბა ზ ზღბა ზღვა მეჭეჭი ბეჭედი მეჭეჭი მეჭეჭი კლანჭი ღ რ ქ ხ კ კ კლანჭი კლანჭი ჰ ჰ ჰა ჰაერი ჰაერი ყლორტი ლოდი ყ ლომი ყ ყ ყ ყოლი ყოჭი ყლორტი ლო არი პირველი ყ ყ ყ ყ ყ ხ ყლორტი ყლორტი ზალა ა ზალა ზალა ყუაბა ყულაბა თაბაბი თაბაბი ნადრას თაბაბი ახლა მაია დაიწყებს ახსნას და შეეცდება რომ როგორმე ბესო მიახვედროს რა სიტყვას წარმოთქვამს. იყო კიდევ ერთხელ გქოთ რომ დავალხმოთ. დავიწყოთ. კატა 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 yes გუგა 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 კი yes წამწამი წამწამი წამწამი. yes თითი 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 თ თითი თ თითი თითი დავალხმაზე დავალხმ. თითი ხო კეტ 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 კ ე კე დავახმ კეტ კეტი yes კერძი კერძი ქ ხო კერძი კრე კე კე ე ე კე კე დავალხმაზე მაიკო. კე დამიმართლე კერძი 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 კეძ კერძი კერძი მაიკო არ იყო რა ძალიან. ბარდი ბარდი ბახტი ბარდი ბარდი ხო ბარდი კუ 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 კუნძი ბარდი კუ 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 არ იყო რა. კუ კუ ესე ბიჭო კურდღელი ყურძენი არა კურდღელი კურდღელი ყურძენი ხო ბადე ბადე ბუ ბუ ბადი არა ბადე ბადე ხო ხიდი 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 ხილი დი ხიდი აი აქამდე გამიჩნდა. აი ხო ბიჭო ცოტა გამოვიცანი და გრძელდება მიმიხდი, გრძელდება მესამე ტური. ახლა ისევ გავცვალეთ როლები. ამჯერად ჯანოს ესმის ყურსაცმელში მაღალ ხმაზე მუსიკა და გვანცა დაიწყებს. ამზომით ჩაირთო. წერილი წერტილი არა წერილი წერილი გვანცა დავახმაზე. ხვლიკი ჰა ხვლიკი ხვინი ხვლიკი აღვირი ხვლიკი ხვლიკი ჭიანჭველა შაშვი ჭიანჭველა ჭიანჭველო ჭიანჭველო აღან თხმა დაბლად ძალიან ხო გვანცა. სადგისი სარა სადგისი საშლელი სადგისი სადგისი ღვინო ჰა ღვინო ღვინო სინჯარა და სინჯარა სინჯარა ხარჩო ჰა ხარჩო ხარჩო ხაჭო ხარჩო ხა ხარჩო ხარჩო ხაჭო ხარჩო ხარჩო ხაჭ ნაუ ხარჩო 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 თხმა დაბლად. ხატუ ხარჩო ხაჭო კვერნა ჰა კვერნა ვ კვერნა ვალე კ ხ კ კ კვერნა კვატი კვერნა კვატ. კვერნა
ვირა ბატი ვერნა რა ვერ გავიგე ყვა ვირ არა ვირ გავიდა გრძელდება მესამე ტური, ახლა ტატოს ესმის მაღალ ხმაზე უცესმეში სიმღერა და ნატუკა დაიწყებს სიტყვების წარმოთქმას. მაშინ ასე წუთ ნახევარია შენს განკარგულებაში და წავიდა. ჩირი. დაბალ ხმაზე. ჩირი. ჩ. ში ჩ. ში სი ჩირი ხო. სიმი. ს ი სი მ ი სიმინდი სიმი სიბი ს ი სი მ პ მ მ სიმ ი სიმი ი ხო ხო კ თქვი ჩეულებრივად კორკოტი კ ო კ რ კორკოტი კ ხო პირველი ასო მითხარე კ ა ბ გ დ ე ბ ზ თ ი კ კორკოტი და ოდოდი ო რ ო იორი პირველი ასო რა არის რ ქ ა ბ გ დ ე ბ ზ თ ი კ კორკოტი ო კორკოტი კორკოტი ხო დავჭამე შენზე კორკოტი ოჩი ბოლო წვილი დაიწყებს ახლა თამაშს, ამჯერად მაიას ესმის ყურსესმენში სიმღერა და ბესო დაიწყებს სიტყვების წარმოთქმას. თივა ხო აღარ წესიერად დამარცხეთ და დაბალხმას. ჩქარა ბიჭო ბურა წიწიბურა ჩქარა წვიმა ხო პუტი ჰა პუტი ლილიპუტი ხო ჩქარა მესხი მერხი ხო ჩქარა ჭირი ჭირი შირი ხო ჩქარა შარლატანი ჩქარა წიწვი ჩქარა არღანი დაბალხმაზე ბესო. არყატი არღანი ასათი პირველი მერე დავიმართლე რა გავიდა, დიდი მადლობა. არღანი მაშინ ასე ვიმიხდის მეორე სეზონი ასე დაძაბულად, აზარტულად და მხიარულად მიუახლოვდა დასასრულს. ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ითამაშობდნენ დღეს ფინალში და მათგან გამოვლინდა ყველაზე ძლიერი, ყველაზე სხარტი და მიხვედრილი. სანამ ვიტყოდეთ თუ ვინ გახდა ჩვენი მეორე სეზონის გამარჯვებული და ყველაზე მიხვედრილი წყვილი, თქვენ მოგეხსენებათ რომ ეს ადამიანები დაიმსახურებენ არაჩვეულებრივ პრიზს, ორ კაციან დაუვიწყარ მოგზაურობას ტურისტული სააგენტოსგან 08 თრევერი. სწორედ ამ სააგენტოს მენეჯერი თაკო შარეიძე გვყავს ახლა სტუმრად, რომელიც გადასცემს საჩუქარს და თავის ფირმის შესახებ და ტურისტული სააგენტოს შესახებაც მოგვახსენებს. თაკო, გამარჯობა. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ხარ ჩვენთან ერთად და აწესებ ჩვენთვის პრიზს. მოგესალმებით.
საერთაშორისო ტურისტული სააგენტო 08 თრეველი გამარჯვებულებს გაჯილდოვებთ ორკაციანი საგზურით ეგვიპტეში. ჩვენი საერთაშორისო პირდაპირ კავშირები გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი. რაც ყველაზე მთავარია, აქ თავაზობთ ტურებს ნებისმიერი მიმართულებით და მათ შორის კოსმოსშიც კი შეგვიძლია ნებისმიერი თქვენგანი. კოსმოსი ეს რაღაცა ახალია. Facebook-ის გვერდზე 08 თრეველი ან დაგვირეკეთ 118 08 2. ძალიან დიდი მადლობა თაკო. ამას გარდა მე გეტყვით რომ გვაქვს კიდევ ორი პრიზი, ძალიან კარგი პრიზები, რომელსაც ჩვენ მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადავცემთ. ეს პრიზები გახლავთ სარესტორნო კომპლექსი შარბათი, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანის 13 კილომეტრზე. წყვილისთვის აწესებს ორკაციან ულიმიტო ვაუჩერს, ასე რომ შეგიძლიათ წაბრძანდეთ და რასაც მოისურვებთ, დააგემონოთ, გალიოთ, მიირთვათ და ასე შემდეგ. და ასევე 2015 წლის Summer Beds Gino Paradise-ის სანაპიროზე ღიაცის ქვეშ 5 და 6 ივნის ზუსტად 22 საათზე ჩატარდება ძალიან კარგი კონცერტი. მოწვეულები არიან ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორიც არის Dante და Phonici და სწორედ ორ მოსაწვევს გადავცემთ ჩვენ ასევე ერთ-ერთ მოთამაშეს. თუმცა ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის სწორედ გამარჯვებულის პრიზი, როგორც თაკომ გითხრა, დაუვიწყარი მოგზაურობა ეგვიპტეში, მით უმეტეს დარწმუნებული ვარ, ძალიან ისიამოვნებთ და მე მგონი დროა რომ გამოვავლინეთ ჩვენი მიმიხდის გამარჯვებული. მას ასე მეორე სეზონის გამარჯვებული და ყველაზე მიხვედრილი წყვილი გახდა გვანცა გიორგი. მასაზე გაიცანით ყველაზე მიხვედრილი წვილები და გაიცანით მიმიხდის მეორე სეზონის გამარჯვებული გვანცა და ჯანო. თაკო ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თანთან. იყავი ჩვენთან იმისთვის რომ მიიღესთი აქტიური მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში და რაც თავარია გაახარეთ ჩვენი გამარჯვებული. დიდი მადლობა ტურისტულ სააგენტო 08 თრეველს. უღრმესი მადლობა შენ. მეორე ადგილზე 87 ქულით გავიდნენ ბესო და მაია. თქვენ გადმოგეცემათ სარესტორნო კომპლექს შარბათის ულიმიტო ვაუჩერი და შეგიძლიათ რომ მიბრძანდეთ და რაც მოგესურვებათ დააგემონოთ. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ეს მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანის 13 კილომეტრში და ეს მშვენიერი ბილეთები ტატოს და ნატუკას. ეს ბილეთი მე ვიცი ვისთანაც წავა ზუსტად. ნატუკა. თაკო, მოდი ჩემთან. ნატუკაო. მოკლედ, კიდევ ერთხელ შენ ძალიან დიდი მადლობა. როგორ მოგეწონა ჩვენი თამაში? სახალისო იყო ძალიან, მადლობას გიხდით, ძალიან ვისიამოვნე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ტურისტულ სააგენტო 08 Travels, რომელმაც ესეთი არაჩვეულებრივი პრიზები დააწესა თქვენთვის და გვანცა რაღაცის თქმა გინდოდა მე მგონი. მე მინდა მადლობა გადაუხადო პალიტრა TV-ს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, იმიტომ რომ არიან ძალიან ნიჭიერები, ნამდვილი შემოქმედები და მართლა ეს დღეები მე არასოდეს არ დამავიწყდება და მთელი სიცოცხლე მე მახსოვრება აქ იმხელა ადრენალინი მივიღე, იმდენი სიამოვნება, არა ვარ მართლა აზარტული ადამიანი, მაგრამ ისე შევედი აზარტში რომ არ ვიცი ეს ალბათ მთელი ცხოვრება დაგვამახსოვრდება მე და ჯანოს და მე მინდა ვუსურო პალიტრა TV-ს ძალიან დიდი წარმატებები ამ გადაცემას მინდა ძალიან დიდი წარმატებები ვუსურო და ჩვენს ულამაზეს და უმშვენიერეს უნიჭიერეს წამყვანს. დიდი მადლობა. და მინდა ჩემს მეწყვილეს, რა თქმა უნდა, ჯანო იზორიას, რომელიც არის ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარი, რომ არა ჯანო, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად შევძელით გამარჯვება და მე მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება ვუსურო ჯანოს კარიერაში, ის არის უნიჭიერესი მსახიობი და მადლობა რა თქმა უნდა 08 Travels ისარგებლეთ ყველას მოგიწოდებთ ისარგებლეთ თანაც როგორც საკონკურსო კოსმოსში ჩემი ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მე
ყოველ წელს მივაკითხავ 08 დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა რომ მიიღებდით მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მიხარია თუ გაერთეთ. უღრმესი მადლობა ჩვენს მაყურებლებს რომ ამ სეზონის განმავლობაში იყავით ჩვენთან ერთად და თქვენს ფავორიტ წყვილს გულშემატკივრებდით. ჩვენ გემშვიდობებით და ვბრუნდებით მესამე სეზონით, ასე რომ დაგველოდეთ ძალიან მალე.